ტელეფონი. ალბათ ზარი არ მესმოდა. და შემოდარეკა 7 საათს სასახლში უნდა. ხაი 7-ზე მოვა თქვა. მარტო? ხო. ეგრე რო არ გამოვა ხო იცი. მე მოვიყვან. გამარჯობა, ზვიადი. თოზა. ნახევარ საათში მორჩებით და გამოვალთ. მადლობთ, მაგრამ ვერ დავტოვებ. დიდი ბიჭია უკვე. ეგ მშობლებმა გადაწყვიტონ, მე რასაც მეუნებიან იმას ვაკეთებ. უკაცრავად მამა მეგონეთ. არა, მწოლი ვარ. აჰა, გასაგებია. მაშინ ნახევარი საათი დამელოდე რა. კარგი, ნახევარი საათი. მაშინ დროზე დავიწყოთ. დავიწყოთ. აი ძახავს არ ვდებ ხო ესე იგი? აუ რავი, თქვენ რას გინდათ იზდადეთ? მე არ მშია და ეს კაცი კიდე ხორცს არ ჭამს. თუიმე, 6 წელი მე მჭამა ცოცხლად. აი, ნუ გააგინებ ახლა რა. ეხლა კიდე თუ მე ხორცს არ ჭამს. აი მაგრამ მაინტერესებს როგორია. მეც. არ გალუდინა ადამიანმა მოვიდა თავის დროზე, რა გინდა? შენ არ დაუჯერო იმას, თლათ ეგრეც არ არის. რა გჭირს ბიჭო, რა სასიზოსავით მოხდა? კარგი, 200 ქალი უნდა დავხედო და დავა როგორ მოსულიყავე. შემო. მოდი. რაი? ხომ გითხარი არა? როგორ ხართ, ვალიდეი? მოდი შემო. გამარჯობა ანდრო. ეს თქვენ. დიდი მადლობა. აი ეს კიდე. მადლობა დიდი. როგორ სხვანაირი ხარ? ხო, ძალიან შევიცვალე ეთყობა. იცი დედაჩემაც ვერ მიცნო. ეგრე იქნებოდა. თაკო, ჩემი მეუღლე, გაიცანი. ძალიან სასიამოვნო. ანდროს. თაკო. საოცრად დადებითი ენერგიის ადამიანი გიპოვნია ძმა. ხელის ერთი ჩამოთვლით ვიგრძენი. კარტვა? კი. ნუი, რა იგძენი? შინაგანი თავდაჯერებულობა, ენერგია, სიკეთე. დავუსხეთ. მოდი, დავსხეთ. მოდი. ჯოხონცი არაო და ტკბილი კექსი? თბილეული მათ უნდა თუმცა ენდორფინი აკრია ხო. ეგეც მართალია. და უფრო დეტალურად? ბედნიერების ფორმა. სიყვარული. მე კიდე არც ერთი მაკლია და არც მეორე. ანუ შეყვარებულიც ხარ? რა თქმა უნდა, მთელ სამყაროზე. ადამიანებს. ტიბეტზე რომ მოგვიყვა ცოტა. ხო, ამბობენ რაღაც ძალიან ლეგენდარული ადგილია. მართლაც ასეთია. იდეალური სამყარო თუ წარმოგიდგენიათ, ბოროტების შურის, აგრესიის გარეშე. ასეთია ტიბეტი. მე კარგი, როცა ესეთი სამყარო არსებობს. კი, და თუ მოვინდომებთ, ჩვენ შეგვიძლია რომ შევქმნათ. და მონდომება საკმარისია? ცოტა ნებისყოფაც. ცოტა, ხო? იცი რა, მაქამდე მისვლას ძალიან დიდი ნებისყოფა უნდა. ხო, მაგრამ მე თუ შევძელი, ესე იგი შესაძლებელია. არ ვიცი. მაგაში ნაწილობრივ გეთანხმები. დიახ. კაცრავად. წამოყევ. ორი ეს უნდა გაიხსნას კარგად. იმდენი ბოდიში მაქვს თქვენთვის მოსახდელი. უამრავი. ესეთი ლამაზი ქალი და ესეთი მოწყენილი? ერთმანეთი ხო არ გავიცნოთ ლამაზო? მეგონა პირველი მოვიდოდი და აქ დამხვდი შენ. სამსახურიდან ადრე გამოვედი და პირდაპირ აქ მოვედი. მე რა ვერ დამიდეკე? კარგი რა. ისედაც აწიოკებული მყავხარ. ისე მიყვარს რომ აწიოკებ. მაგრამ მაგას როდის აკეთებ ვერ ვიხსენებ ხოლმე. კარგი ბიჭი ხარ და იმედი.
ჩემთან ხო არა ვიდეთ სახლში. იქ უფრო დამაჯერებელი ხარ ხოლმე. დღეს ვერ ასტუმრებს ვალოდები. ჩემ დეიდაშვილებს უნდათ მოსვლა და უარი ვერ უთხარი. და მოგენატრე და მაგიტომ დამირეკე? მომენატრე. თან რაღაც უნდა გითხრა. გონია რომ უნდა იცოდე. მეშინია უკვე. გუშინ ჩემო ქმარმა მკითხა კიდევ ერთხელ. საიდან იცნობ? მერე? ვუთხარებ თანამშრომლობთ მეთქი. დაიჯერა? არა. დაიჯერა კი არა. ზუსტად იცის ვინც ხარ ჩემთვის. მოიცა, ეგრე გითხრა ზუსტად ვიცი რაც ხდებაო? დაახლოებით. და კიდევ მესმის შენია. ეტყობა მეც ეგეთი გაუკნებული სახე მქონდა. მერე შე რა უთხარ? არაფერი. ავდექი და ოთახიდან გამოვედი. ანუ ეხა მეც ავდგე და წავიდე? ჩამეხუტა. კი ხვალ აუცილებლად. 12 საათი მითხარით, ხო? კი ბატონო, ჩაწერილი ბრანდებით. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. კარგი დროებით. ზოგი რანაირია. არჩი უნდა მოგახტევინოს ბოდიში რა. და არ არიან მართლები? შენ რას გეჩხუბები, თორე მარიამი ღირსია მართლა აქ დააყენო და მთელი დღე ბოდიშები ახტევინო. პრინციპში მაგიტომაც ეწერებიან რომ მერი არ ეღოდა. გამარჯობა. კაი, არა უშავს, ხდება ხოლმე. ყავა ხوار გინდათ? არა. მე ჩემ ოთახში ვიქნები და ის ქალბატონი თუ ოდესმე გამოჩნდა უთხრეთ რომ ჩემთან შემოვიდეს. კარგი. აუ რა ხასიათზეა. ნეტა მარი არ მოვიდეს ახლა. გონია გადაუყნის? ხوبა მთელი დღე ხوار იქნება ასე. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. გამარჯობა. ბოდიშს გიხდით, წარმომიდგენია რა დღე გქონდათ ჩემ გამო. ციცუცში. თამთა აქ არის? კი და გელოდება. ჩაო. ჰარგცხვენია? ძალიან. დაიწყება ეხლა დედა ჩემს ესჭირდა, ელენეს ისჭირდა. არა, არაფერი მსგავსი ყველა კარგადაა. აბა რა იყო, შენ იყავი მკვდარი? ტელეფონი მაინც აგიღო. უბრალოდ არ ვიცოდი რა მეპასუხა. ეხლა მაგიჟებ თუ მართლა ასეთი უპასუხისმგებლო ხარ? მართალი ხარ. რაც გინდა ის მეძახე ყველაფერს ვიმსახურებ ამ შემთხვევაში. უნდა წავიდე. ბატონო? ამ წამს მოხვედი? არა, თამთა, საერთოდ უნდა წავიდე. რუსა ახალ კლინიკას ხსნის და ჭირდები. ვიცი რა ცუდად ვიქცევი. და არ ვაპირებ თავის გამართლებას. მე ხომრები, ხო? აპატია. ხვდები რას მეუბნები? არა, წარმოვდგენელია. ყველაფერს ვიფიქრებ, მაგრამ ამას? მარიამ, პარტნიორობა შემოგთავაზე. ხვდები შენ როგორ გენდობოდი? მადლობა. და მართლა ძალიან წუხარ, უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. ნახვამდის.
ავლოდებოდით იმ ადვოკატს და წამოსულიყავით ერთად. გააცალიაო ადამიანები და რა გავაკეთე? ის მაინც გითხრა რა უნდა ვქნათ? კი. თუ რომელიმე კითხვა არ მოგეწონება, შეგიძლია არ უპასუხო. ყოჩა. არა, მართლა მითხრა, რომ დუმილის უფლება შეგიძლია გამოიყენო. ვიღაც მაინც ეს ხო არა. ეგ წავა და დაველოყარი. ეხა აქ იქ მარტო არსად არ დაგიშვა. არა. ხოზე? არა. გამარჯობა. 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 ადვოკატს არ ეცალა და მე რო ვიყო მის ნაცვლად თუ შეიძლება. კი ბატონო. არანაირი პრობლემა არ არის, არაფერი საადვოკატო და საპროცედურო, უბრალოდ რამოდენიმე შეკითხვა მაქვს, შეიძლება? კი, რა თქმა უნდა. გისმენთ. შენ ჩვენებაში კი წერია, რომ იმ საქმეში მანქანების ჩამოყვანას გულისხმობ, შენს მეგობრებთან ერთად იყავი, ხო? რა ვიცი, რამდენად ქვიათ მეგობრები. უბნელებია, ასე უფრო სწორი იქნება. მაგას ჩემს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ერთი ეს მაინტერესებს, ამ ფაქტის შემდეგ რაიმე სახის კომუნიკაცია ხომ არ ქონია მათთან? არა. ერთმანებული ხარ? ან ტელეფონით ხომ არ დაკავშირებიან, ან შუამავლის მეშვეობით ხომ არ უცდიათ? არა და არც არავინ არ იცის სად არის. ესე იგი მაინც მოიკითხე. კი, დავაშავე რამე. არა, იმიტომ რომ ვერ იპოვე, მაგრამ რო გეპოვა? რომ ეპოვა რა? რა, ახო არ დავხოცავდი. არა, მაგრამ ჯობია ჯერ ჩვენ ვნახოთ, ხე? ნახეთ, იპოვეთ. აუცილებლად ვიპოვეთ. ოღონდ ცოტა ამას შენც უნდა დამეხმარო რა. და მე რითი დაგეხმაროთ, გითხარით არ მინახავს, არც არავინ არ იცის სად არიან, რითი დაგეხმაროთ მე? არა, ეგ ინფორმაცია რომ არ გინახავს და არ იცის სად არიან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც თუ დაგიკავშირდებიან, ან თუ რაიმეს გაიგებთ, თუნდაც უმნიშვნელოს. ეგ ჩემი ნომერია და ნებისმიერ დროს დამერეკე, კაი? ერთიც რომ ვიპოვოთ, ეს ჩვენთვის ოქროს მოწმე იქნება და დამიჯერე სასამართლოზე მაგას მართლა ოქროს პასიარს. შევთანხმდით? თუ რამე გეტყვით. აუცილებლად შეგეხმიანებიან დარწმუნებული. კარგი დროებით. ნახვამდის. მინდა შვილი რა. და შვილები. ეხლა კერესას ერთ ბაშად მრავალშვილიან მამად მოაქცე. ეს ცეხი ხო არ გავუყიდოთ. რატო? მალე ხომიცი რომ მიდის და აღარ იცის რომ ახელთვალეთ დაიბრუნოს მერე გვიან ხდები რომ ისი ხო ვინც გიყვარს ისი ხო ვინც გახსოვს